პროფესიული კოლეჯების მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. ახალგაზრდების ნაწილი უმაღლესი სასწავლებლების ნაცვლად კოლეჯში აბარებს, ან და მეორად პროფესიას სწორედ აქ ეუფლება. ერთ-ერთი მიზეზი კი ის არის, რომ ხელისუფლება პროფესიულ სწავლას სრულად აფინანსებს. კოლეჯ AIS-ის დირექტორის განმარტებით სტატისტიკა მზარდია. მალხაზ ასლამაზიშვილი ამბობს, რომ პროფესიული განათლების შემდეგ დასაქმება გაცილებით მარტივია, რაც კურსდამთავრებულებისთვის განსაკუთრებელ პრიორიტეტულია. წარსულს ჩაბარდა უკვე ის დრო, როცა პროფესიული განათლება არაპრესტიჟულად ითვლებოდა და დღეს ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს პროფესიულ განათლებას, მათ შორის AIS-იც რა თქმა უნდა მიყვება და ფეხს უწყობს ამ ნაბიჯებს. სახელმწიფომ ძალიან ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ პროფესიული განათლება გამხდარიყო პრესტიჟული და ძალიან ბევრი კრიტერიუმია, რომლებიც ამ ყველაფერს განსაზღვრავს. პირველ და უმთავრესი ეს გახლავთ ხელმისაწვდომობა, აქ გულისხმობ მე იმას, რომ სწავლა დაფინანსებული არის სრულად სახელმწიფოს მიერ. მაგალითად, დღეისათვის ჩვენ გვყავს სტუდენტთა დაახლოებით 10-15%, რომლებიც არიან უმაღლესი განათლებით. ანუ ამ ადამიანებმა ვერ პოვეს კარიერა თავისი პროფესიით და მოვიდნენ და სწავლობენ, იღებენ პროფესიულ განათლებას. შესაბამისად, ეს ადამიანები დამთავრების შემდეგ სწრაფად დასაქმდებიან. რეგისტრაცია აპრილის ბოლოს დაიწყება და დაახლოებით 2 კვირას გასტანს. რეგისტრაციის პროცესი არის ძალიან მარტივი, შეუძლია ონლაინ დარეგისტრდეს, ან შეუძლია უფრო ალბათ უპრიანია, რომ კოლეჯში მომზადდეს და პარალელურად მიიღებს ყველა ინფორმაციას სხვადასხვა პროგრამების შესახებ და ჩვენ დავეხმარებით რეგისტრაციის პროცესში. ამისთვის საკმარისია მხოლოდ პირადობის მოწმობა, მეტი არა.